რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში მომხდარმა 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრამ იაპონიის, ალასკისა და ჰავაის ტერიტორიებზე ცუნამის საფრთხე შექმნა. მიწისძვრის ეპიცენტრი კამჩატკის ნახევარკუნძულთან ახლოს იყო. რუსეთის რეგიონებში ზარალისა და ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება უკვე გავრცელდა. წყნარი ოკეანის ცუნამის თავიდან არიდების ცენტრმა განაცხადა, რომ ჰავაის, ჩილეს, იაპონიასა და სოლომონის კუნძულების ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია 1-დან 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები იყოს. რუსეთისა და ეკვადორის ზოგიერთ სანაპირო რაიონში კი 3 მეტრზე მაღალიც. მათი თქმით, მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჰავაის კუნძულების ყველა სანაპირო ზოლს. დაახლოებით დილის 9:25 წუთზე რუსეთში კამჩატკის ნახევარკუნძულთან ახლოს 8.7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამ მიწისძვრის გამო ჰოკაიდოდან ვაკაიამას პრეფექტურამდე გაფრთხილება გაიცა იაპონიის წყნარი ოკეანის სანაპიროზე მაქსიმუმ 3 მეტრამდე სიმაღლის ცუნამის შესახებ. ამ რაიონებში მცხოვრებლებს გთხოვთ დაუყოვნებლივ გადაინაცვლოთ უსაფრთხო ადგილას, მაგალითად მაღალმთიან ადგილებში. იაპონიის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ განაცხადა, რომ იაპონიის ჩრდილოეთ სანაპიროებზე 3 მეტრამდე სიმაღლის ტალღები შეიძლება განგაშის გამოცხადებიდან 9 საათზე ნაკლებ დროში ამოვარდეს. იაპონელმა და ამერიკელმა სეისმოლოგებმა დაადასტურეს, რომ იაპონიის დროით დილის 8 საათსა და 25 წუთზე მომხდარი მიწისძვრის წინასწარი სიმძლავრე 8 მაგნიტუდა იყო. თუმცა მოგვიანებით განაცხადეს, რომ მიწისძვრის სიმძლავრე 8.7 მაგნიტუდა იყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის თქმით, მიწისძვრა დედამიწის ქერქში 9.3 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასი ეპიცენტრთან ახლოს მდებარე უდიდესი ქალაქიდან პეტროპავლოვსკ-კამჩატკიდან იტყობინება, რომ ბევრი ადამიანი ქუჩაში ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის გარეშე გაიქცა. სახლებში კარადები ჩამოინგრა, სარკეები ჩაიმსხვრა, შენობების აივნები კი შესამჩნევად ირყეოდა. ალასკაში დაფუძნებულმა ცუნამის გაფრთხილების ეროვნულმა ცენტრმა ალასკის ალეუტის კუნძულებისა და დასავლეთ სანაპიროს, მათ შორის კალიფორნიის, ორეგონის, ვაშინგტონისა და ჰავაის მოსახლეობა მოსალოდნელი ცუნამის შესახებ გააფრთხილა. იაპონია, რომელიც წყნარი ოკეანის ცეცხლის რგოლის სახელით ცნობილი ტერიტორიის ნაწილია, სეისმური ზონაა. ივლისის დასაწყისში კამჩატკასთან ახლოს ზღვაში 5 ძლიერი მიწისძვრა მოხდა, ყველაზე დიდი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. 2011 წელს კი იაპონიაში მომხდარ ტოჰოკუს 9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ოფიციალური მონაცემებით 20,000-მდე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. მიწისძვრამ ასევე გამოიწვია ცუნამი, რომლის 10 მეტრიანმა ტალღებმა იაპონიას დაარტყა. ტალღები კი ხმელეთზე 10 კილომეტრის მანძილზე შეიჭრა. ეს იაპონიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი სტიქია იყო.